ვხედავთ, რომ ევროპელი პარტნიორები სერიოზულად იღებენ ვალდებულებებს იმ შეთანხმების ფარგლებში, რომლითაც უკრაინისთვის ამერიკული შეერაღების შესყიდვა ხდება. რუსეთი ხედავს ნათელ სიგნალს იმისათვის, რომ მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. თუ მოკლე ვადაში ეს არ მოხდება, მშვიდობისკენ გზა არ გამოჩნდება და ომი არ დასრულდება, მაშინ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯები, რათა რუსეთს დაუწესდეს საფასური განგრძობადი აგრესიისთვის. ეს ნაბიჯი თუ უნდა გადავდგათ, ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტი მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე როგორც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ. ჩვენ სრულად ვიაზრებთ, რომ რუსული აგრესიის ყველაზე ეფექტური შეკავება არის უპირველეს ყოვლისა სასიკვდილო ბრძოლის უნარიანი ნატო ევროპის ხელმძღვანელობით. მეორე, ბრძოლის უნარიანია უკრაინული არმია, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია და შეუძლია შეაკავოს რუსეთი ნატოს საზღვრებთან. ეს ომი უნდა დასრულდეს, როგორც ეს მოხდა ახლო აღმოსავლეთში. პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, როგორ მიაღწიოს მშვიდობას. მხოლოდ მას აქვს ამის უნარი. ეს ომი პრეზიდენტ ტრამპის დროს არ დაწყებულა, თუმცა მისი პრეზიდენტობისას დასრულდება. მოდით დავამყაროთ მშვიდობა ძალის მეშვეობით. ჩვენ მიერ ფრონტის ხაზზე გაგზავნილი შეერება არის უკრაინის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის ნათელი დემონსტრაცია. მინისტრებთან ერთად განვიხილეთ ყველა საჭირო დახმარება უკრაინისთვის. დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და სხვებთან ერთად ვმუშაობთ, რათა გავხელოთ უკრაინის მხარდაჭერა იმდენად შედეგიანი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ აქ გვაქვს ჩვენი როლი. მოგეხსენებათ, ნატომ უკვე გაზარდა თავდაცვის ხარჯები და უკრაინის მხარდაჭერა. ეს კი ერთმანეთზე გადაჭრილი საკითხებია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მივაწოდოთ უკრაინას საჭირო შეერება სწრაფად. უკრაინის გაძლიერება დღეს და ხვალ უკვე მისი საუკეთესო პოზიციაში ჩაყენება მოლაპარაკებათა მაგიდაზე ჩვენს საერთო ინტერესებშია. პირდაპირ თუ ირიბათ, ეს ყველას შეგვეხება, ამიტომ გთხოვთ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. მადლობელი ვართ უკრაინის გვერდში დგომისთვის, მადლობა ერთობისთვის. უკრაინას არასოდეს სურდა ეს ომი, მას სურდა მშვიდობა, რომელიც ხანგრძლივია და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება. რუსეთს სურს, რომ მეტ გავლენას ბომბებით მოიპოვებს, ამიტომ გვჭირდება შეიარაღება, შორი მოქმედების რაკეტები, რათა გავანადგუროთ ის ეკონომიკურად და შევუტიოთ მის სამხედრო ინფრასტრუქტურას. შეცდომა იქნება თუ დავიჯერებთ, რომ მშვიდობა მოგვიახლოვდა. ომი გრძელდება, მაგრამ ამასთან არსებობს შესაძლებლობა, რომ მოვაახლოვოთ მშვიდობა ერთიანობით და ძალით.